უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი წევრი სულხან ღლონტი შეაფასებს, იგი პირდაპირ ეთერშია სატელეფონო ხაზზე. ბატონო სულხან, როგორ აფასებთ მოვლენებს, რომელიც უკვე 2 თვეზე მეტი აგრძელდება? მოგესალმებით, ქალწოთეონა, ძალიან ძიმე მდგომარეობა არის, ბუნებრივია პირველ რიგში, რაც უნდა თქვა ყველა ჩვენთაგანმა გარდაცვლილი არის ადამიანები და დაღუპულების ბუნებრივია სამძიმარი გამოუცხოთ მათ ოჯახებს, ქართველებიც არის მათ შორის. მე უსმენდი ახლა თქვენს ტექსტს, რომელიც იდო, პირდაპირ გეტყვით, რომ ერთი რამ არის ფაქტი, რაც შეიძლება დასკვნის სახით, ანალიზის სახით ითქვას, რომ იმან, რამაც წარმოშვა ეს პრობლემები, რა მეთოდებმაც წარმოშვა, წარმოუდგენელია იმ მეთოდითვე იქნას და მოხდეს მისი გადაჭრა. მე ვგულისხმობ იმას, რომ დღეს ბერკუტის, ასე ვთქვათ, და ხელისუფლების მოქმედება სრულად არის სიმბოლო იმისა, რაც ხდება ბოლო წლების მანძილზე უკრაინაში, რასაც, ასე ვთქვათ, იანუკოვიჩის ხელისუფლების პირობებში, ბრჭყალებში მიაღწია უკრაინის სახელმწიფომ. მე ძალიან მოკლედ გეტყვით, მოქალაქეებს დღეს აშფოთებთ მართლა ის, რომ არ არის უზრუნველყოფილი არც ერთი უფლება და თავისუფლება, რომელიც უნდა ქონდეს ცივილური თანამედროვე სახელმწიფოს მოქალაქეებს. აქ არის ძალიან მძიმე პრობლემები და ბუნებრივია საზოგადოება ამას გამოხატავს ძალიან მძაფრად, ხშირ შემთხვევაში შეიძლება მიუღებელი ფორმებიც იყოს გამოხატული, მაგრამ ბევრნაირი არის საზოგადოება კიდევ ერთხელ ამბობ. თავარი საკითხი, რაც დღეს დგას, არის ის, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა ასოცირების ხელშეკრულების მოწერაზე, კიდევ ერთხელ ამბობ, ისინი ამას ყოველგვარი პარაფირების გარეშე აკეთებდნენ ჩვენგან განსხვავებით, მაგრამ მაინც უარი განაცხადებს და რაც ნიშნავს ეს, გაუტონცეონა, ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებმა საბოლოოდ მიიღეს პასუხი, ხელისუფლება იქნება ისეთი, შეიძლება ხელისუფლება იყოს ისეთი, კიდევ ერთხელ ამბობ, როგორც მაგალითად დღეს არის იანუკოვიჩის ხელისუფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის მიუღებელი უკრაინის საზოგადოებისთვის. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ვუსმენდი წინა სტუმრებს, ჩემს კოლეგებს და იყო საუბარი წინა პრეზიდენტის განცხადებაზე სააკაშვილის გულისხმობ. ერთადერთი, ვისაც სავარაუდოდ ჩემი აზრით თუ შეიძლება ასე ითქვას, მორალური უფლება არ აქვს იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც დღეს არიან ევროპის ტერიტორიაზე და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისაუბროს მსგავს მოვლენებზე. და ეს არის ცინიზმი, მისი მხრიდან ეს არის ბუნებრივია სააკაშვილი, იმიტომ რომ პირადად მე, ჩემს მეგობრებთან ერთად არაერთხელ ეს იქნებოდა 28 ოქტომბერს ზუგდიდში, 7 ნოემბერს თბილისში თუ ასე შემდეგ ვიცვნიეთ ზუსტად იგივე მეთოდებით მისი სპეცდანიშნულების რაზმების ეწოლა მოქალაქეებზე, როგორცაც დღეს ვხედავთ უკრაინაში. მათ შორის ბუნებრივია უამრავი ადამიანი იყო 26 მაისს, რომელმაც ძალიან ძიმედ აღიქვეს ეს ყოველივე. მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ერთადერთი და ეს არის რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, იმიტომ რომ როცა მსგავსი სიტუაციები ხდება ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ხელისუფლება არის სრულად დელეგიტიმირებული. მას აღარ აქვს საზოგადოების ნდობა. მართალია შეიძლება ამბობენ ახლა უსმენთ ჩვენ უკრაინულ არხებსაც და ბუნებრივი არის საუბარი იმაზე, რომ აქ არის გამოხატული დაუშვათ 30, 50, 200,000 ადამიანის პოზიცია და ამორჩეველი არის უფრო მეტი, მოქალაქე არის უფრო მეტი. აქ არის საუბარი იმაზე, ქალბატონთეონა, რომ ემოციური თანხმობა იმ პროცესების მიმართ, რაც მიდის ასე ვთქვათ, მეიდანზე არის სრულად გამოხატული უკრაინის მოქალაქეების უმრავლესობის მიმართ. მე ამაში ვარ ძალიან ღრმად დარწმუნებული, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში არ ამართლებს არაფერი ხელისუფლებას გამოიყვანოს ძიმე ტექნიკა, გამოიყვანოს ასე ვთქვათ უხეში ძალა, აღჭურვილი სპეცდანიშნულების რაზმები და მათ უთხრას გააკეთე ყველაფერი, რაც გინდა, არც ერთ მოქალაქეს არავითარი უფლებები არ გააჩნია. ბუნებრივია ამ შემთხვევაში დგება უკვე ლეგიტიმაციის საკითხი და ჩვენ ერთადერთ გამოსავალად პირადად მე მიმაჩნია რიგგარეშე არჩევნები და სავარაუდოდ ეს ასეც მოხდება, იმიტომ რომ მსგავსი სიტუაციებით კიდევ ერთხელ ვერ გადაიჭრება პროცესები და მოლაპარაკების მაგიდასთან მთავარი თემა, რაც უნდა იყოს პირველი ეტაპისთვის, არის რიგგარეშე არჩევნები. რიგგარეშე არჩევნები გამოაჩენთ. თქვენ გეიმედებათ, რომ შესაძლებელია ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, ამ გადაწყვეტილებამდე მივიდეს ბატონ იანუკოვიჩი და როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? კარტონთეონა პირადად მე მეიმედება ერთი უბრალო მიზეზის გამო. სხვა შემთხვევაში ის საპროტესტო მუხტი, რომელიც დღეს არის უკრაინაში და არა მხოლოდ კიევში, ის საპროტესტო მუხტი გაგრძელდება ბუნებრივია და მისი ჩახშობა ესე არ ხდება. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ამას არ ვსაუბრობთ რაღაც გაზეთში აკითხული ან სხვა ნიუსებში ნანახი, ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ ეს ყველაფერი. წარმოუდგენელია
ხელისუფლება, რომელიც არღვევს კანონს, ის ისე ვითხოვდეს მორჩილების უფლებას მოქალაქეებისგან, ეს არის ძალიან მარტივი პრინციპი, რომლითაც მთელი კაცობრიობა და ზოგადად განმანათლებლობის შემდგომი ეპოქა, ასე ვთქვათ, რომელიც წავიდა ცივილიზაციისკენ, მოქალაქეები ითხოვენ სახელმწიფოებისგან, სხვა გზა ფიზიკურად არ არის. ეს ხალხი არათად არ წავა, ეს ხალხი არ გაქრება, ბუნებრივია ყველა მათგანს ვერ გაანადგურებენ და უნდა თქვას იანუკოვიჩმა კიდევ ერთხელ ვამბობ, თავის როგორც პრეზიდენტმა ამ შემთხვევაში საკუთარი გადაწყვეტილება რიგარეში არჩევნების შესახებ. სხვა შემთხვევაში იქნება უმძიმესი მომავალი უნდა მოხდეს მაშინ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რომელიც უკრაინის კანონმდებლობით უნდა მიიღოს რადას დეპუტაციამ, რომელიც არის ძალიან სერიოზული პროცესი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას ძიმედ შეხვდება საერთაშორისო ორგანიზაცია, საერთაშორისო საზოგადოება და კიდევ ერთხელ ჩიხში მოაქცევს ეს უკრაინის ხელისუფლება სრულად. ისევე როგორც არაერთი მისი მეზობელი არის ჩიხში დღეს. დიდი მადლობა ბატონო სულხან.